მინდა რუსთაველის თეატრის მსახიობებს მივმართო ორიოდე სიტყვით. რავი, თუ ჩემს გვერდზე ნახავენ მათი შემოქმედების შესახებ ჩაწერილ ვიდეოებს და სტატიებსაც მიხვდებიან, რომ მე მათზე არაფერი არ მithქვია საერთოდ. მაგრამ უბრალოდ მინდა მივმართო მათ, რომ იცოდნენ უკვე. მე მგონი ახლა მაინც გაიგეს, რაში მონაწილეობენ. ეხლა თუ მაგამდე ეგონათ, რომ რობერტ სტურუას გენიის, ასე ვთქვათ, თანამგზავრები არიან, მე მგონი ახლა მაინც უნდა გაიგონ, რომ რობერტ სტურუა მას გააკეთა, თავისი ფარული, ჯერ კიდევ ბავშვობის დროინდელი კომპლექსების და ბოღმების დასაკმაყოფილებლად. მას ეზიზღება რუსთაველი, რომ იცოდეს ამ მსახიობებმა ვინც არიან, რა ვიცი მე. არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, არც სახელი გამიგია, არც გვარი. ესეც პრობლემა არის, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობებს არ იცნობს ხალხი. ზულს რუსთაველი რობერტ სტურუას პირდაპირ ამბობდა, რომ ვეფხისტყაოსანი არის იდიოტობა, აბსოლუტური იდიოტიზმი, რომ ეს არის კრეტინიზმი, რომელიც ქართველ ხალხს თავს მოახვიეს და რუსთაველმა დაღუპა ქართველიერი, ამასაც კი ამბობს ეს სტურუა. თავის ინტერვიუში ჯერ კიდევ 20 წლის წინანდელში, რომ ჩვენ ისეთ იდეალები მოგვახია რუსთაველმა თავზე, რომელიც შეუსრულებადია, ძალიან იდეალური ავთანდილები და ტარიელი ძაგვისახაო. ანუ წარმოიდგინეთ ახლა მსახიობებო, პატივცემულებო, უბრალოდ კი არა ზულს რუსთაველი, ქართველობას ზულს როგორც ასეთი. ხა რუსთაველის იდეალები თუ არის ადამიანმა, გასაგებია, მაგრამ რუსული სკოლა დაამთავრა, საბჭოთა ადამიანია, კგბ-შნიკი არის და ზულს ყველაფერი ქართული, ზვიადიდან მოყოლებული და ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ესეც უნდა იცოდეთ. როცა რუსთაველი არ გესმის და ტარიელი და ავთანდილი თავსმოხვეული იდეალები გონია, ამით ყველაფერია ნათქვამი, ხო? და რუსთაველი რაზე გაღადებს და რატომ არის ჩვენი მეორე ბიბლია? იმიტომ რომ ის არის აბსოლუტურად ქრისტიანული სწამსით გამსჭვალული შედევრი. და ის დაფუძნებული არაზე, მოყვას ისთვის თავგანწირვაზე. ახლა დაუკვირდით, რა ვიცი, თუ არ გიფიქრიათ აქამდე, რა არის ქრისტიანობა და ქრისტეს მოძღვრება? მოყვას ისთვის თავგანწირვა. ჩვენ ქართველებს უნიკალურ ხალხს, განსაკუთრებულ ხალხს მართლაც მსოფლიოში თვითონ ენის სემანტიკაში გვაქვს ჩაქსოვილი, ყოველდღიურობაში ხმარობთ ქრისტიანული ტრადიციების და ქრისტიანული ფილოსოფიის უზარმაზარ პლასტებს. მაგალითად, როცა ერთმანეთს ჩვენ ვეუბნებით გენაცვალე, ეს ნიშნავს ქრისტეს გოლგოთას გამეორებას, რომ მე მზადა ვარ შენ ჩაგენაცვლო, შენი ცოდვები ავიღო, შენი ჭირი მე, ესეც ქრისტიანული ქრისტეს თავგანწირვიდან მოდის და ასე შემდეგ, უამრავი მაგალითი შეგვიძლია ვნახო. აღარ მოყვები ახლა საიდუმლო სერობისა და ქართული სუფრის აბსოლუტურ იდენტიფიკაციაზე, სადაც ჩვენ ყავს უფალი თამადა და სადაც ჩვენ კაცები ვლოცულობთ, ღვინოს კი არ ვსვამთ, როგორც ზოგიერთი მუცელ ღმერთა, არამედ ვლოცავთ ჩვენ ერთმანეთს. უფალი თამადას მოციქულების დარად. მოკლედ ამ ყველაფერს იმიტომ ამბობ ჩემო-კარგებო მსახიობებს მიმართავ, რა თქმა უნდა, ისო. რომ თქვენი არჩევანი უნდა გააკეთოთ. ეს მკრეხელობა არის, რბილად რომ ვთქვათ, რაც ვნების კვირაში ჩაგადენინათ ამ აბსოლუტურმა არარაობამ და მარაზმში მყოფმა სტურუამ. ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ბორიას დავალებით. ეს ბორიას ანტიქართული დივერსია, ესეც უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ რაც მაგათმა გააკეთეს, ეს სწორედ ის არის, რასაც ეფუძნება ბორიას ფილოსოფია, ქართველთ მოძულეობის ფილოსოფია. ქართველებმა რუსთაველიც კი არ უნდა იგრძნონ, რუსთაველის ერადაც კი არ შეიძლება თავი წარმოიდგინონ, არათუ უძველესი ცივილიზაციის და კულტურის ერად, იმიტომ რომ ბორიას გეგმით და არსით, რუსეთიდან ჩამოტანილი გეგმით, ქართველები არიან ერთი ჩვეულებრივი სოფლის მოსახლეობა. ხო, აქვს თავადაც ნათქვამი. ერთი პატარა სოფელიაო რა საქართველო. ანუ ჩვენ რუსთაველის ცივილიზაცია არა გვაქვს. არ უნდა ვიგრძნოთ ეს. არ უნდა ვიგრძნოთ, რომ უძველესი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, უკიდეგანო დიდი და უპირველესი მე თუ მკითხავთ და ასეც არის მოქმედი ცოცხალი უძველესი ცივილიზაციით. იმიტომ რომ ძველი ბერძნები როგორც ასეთი ჩვენს მერე მოვიდნენ,
ამით ჩვენი შვილობილი ცივილიზაცია და ჩვენი თანასწორი ძველი ეგვიპტური ცივილიზაცია კი პრაქტიკულად აღარ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ იქ ეგვიპტელი, ძველი ეგვიპტელია 3%-იც აღარ დარჩა, არაბების არის ის ეგვიპტე. არაბული ცივილიზაციაა აქ უკვე. ასე რომ ჩვენ ვართ, რა ვიცი, ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მოქმედი, ცოცხალი, დედამიწის ზურგზე. და ეს რუსთაველი არის ამის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება. რუსთაველის ცივილიზაცია ცალკე ფენომენი რომ არის. და აი ამას ებრძვის თქვენი რობერტ სტურუა. რუსთაველის სცენაზე ატანა, რომ მოახერხა ძალიან გასაკვირად ერთი რაღაც პორნოგრაფიული რაღაც მიხრა-მოხრებითა და რაღაცის გეგონებათ, რომ სტრიპტიზ ბარი იქ. აღარ მინდა ახლა ამაზე კიდევ ლაპარაკი ამ უმძიმეს მარხვაში. ასე რომ გააკეთეთ არჩევანი მსახიობებო, ამას მოგიწოდებთ. თქვენ არ უნდა ითამაშოთ ეს სპექტაკლი, რადგან თქვენ მონაწილეობთ არა მარტო რუსთაველის გმობაში, არამედ ქრისტეს გმობაშიც კი ეს ქრისტეს გმობა არის, რასაც თქვენ ეწევით. რობერტ სტურუა ბავშვობის დროინდელი ზიზღით ებრძვის და სამაგიეროს უხდის რუსთაველს და თქვენ ამაში მონაწილეობას ნუ მიიღებთ. სირცხვილი არის ეს. ტყვილა რატომ უნდა ჩაყვეთ საფლავში პირდაპირ და გაატანეთ მნიშვნელობით ამ აბსოლუტურ არაერთობას, რომელსაც ყველაფერი ქართულის ძულს და იდიოტიზმად მიაჩნია რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. ამას რო კაცი იტყვის მერე იმის გვერდით, რა ვიცი, რატომ უნდა დადგეთ და რატომ უნდა შეასრულოთ მისი ბინძური გეგმები. აი ასე ამას გეტყოდით. ფარავდეთ უფალი, გააკეთეთ არჩევანი. ვითი ძნელია რუსთაველის თეატრია, მაგრამ რა ვიცი, მე დავტოვე 15 წლის სამსახურის შემდეგ შესანიშნავი ადგილი, სადაც მე ვახორციელებდი ჩემს შემოქმედებით განცდებს და სამსახურს. იმიტომ რომ ჩვენი გზები გაიყო იდეოლოგიური და ზნეობრივი და ასე შემდეგ მიზეზების გამო. გათავისუფლით რუსთაველი ამასაც გასწავლეთ. გათავისუფლით. თუ მართლა რუსთაველი გიყვართ, ნუ მიიღებთ რუსთაველის ჯალათის რობერტ სტურუას გეგმებში მონაწილეობას. ჯალათის რა ჩაიჯვი მეთქი დაუწერა პირდაპირ სტატია. რუსთაველთან ბრძოლაში რობერტ სტურუამ ჩაიჯვა. და თქვენც ამ ქაქის ნარჩენები არ მინდა რომ მოგეცხოთ. გაავრცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს. დატოვეთ რუსთაველის თეატრი. ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ანტიქართულ სამარცხვინო ღვთისგმობელ მარაზმში.